მოგესალმებით. ჩვენ მე პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მინდა ვისარგებლო პრეზიდენტის უფლებით შევიდე საქართველოს პარლამენტში ამ ახალი სამი კანონპროექტით. პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. ეს არის ის, რომ ჯერ ერთი მინდა წინაპირობა გაგაცნოთ ამ კანონპროექტის. რა თქმა უნდა, ახლა მიდის ბევრი კამათი, მაგრამ ჩვენთვის სრულიად ნათელია. მე ყოველ კვირეულად ვიღებ ეროვნული ბანკის მონაცემებს დღგ-ს ბრუნვის შესახებ, ინვესტიციების რაოდენობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები. ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, ეს ჩანს ინვესტიციების შემცირების კუთხით, ეს ჩანს მათ შორის იმითაც, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი 3 წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც მას შემდეგ, რაც გასულ წელს იყო პროექტირებული 8%-იანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების შემდეგ დავიდა დაახლოებით 6.5%-ზე და როგორც ჩანს ამ წლევანდელი წელი დაიწყო საკმაოდ ცუდი მონაცემებით. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ, რათა ბიზნეს აქტიურობა საქართველოში გაძლიერდეს. ამ ხრივ ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის ხრივ იმ 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ერთად მივიდეთ ინვესტორებთან, ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად ველაპარაკოთ, ერთად ხელახლა დავიწყოთ შეჩერებული პროექტები და მეორეს ხრივ რაღაცა განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით. და ამ რეცეპტებზე შორსიარული არ გვინდა 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია. მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას ახლაც საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგანაცხადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე არსებულზე და ამავე დროს ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული არც ეკონომიკურ დანაშაულს და არც მით უმეტეს წინასწარ პატიმრობაზე. ეს არის პირველი ჩვენი საკანონმდებლო შეთავაზება. მეორე ჩვენი საკანონმდებლო შეთავაზება ეხება კანონპროექტს და ეს იქნება კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ბევრი კამათი იყო, იმიტომ რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ ყველა. 8 წელი იყო საქართველოს ჩემი მთავრობა. ერთი ფაქტი მაინც ამ 8 წლის განმავლობაში. ერთი ფაქტი მაინც, რომ ან ინტერნეტში, ან პრესაში, ან მით უმეტეს ტელევიზიაში ან მით უმეტეს ოფიციალურ ორგანოების მიერ გავრცელებულ მასალებში რომელიმე ადამიანის კერძო პირადი ცხოვრების შემცველი მასალები თუ გავრცელებულა. თქვენ ბევრს შეიძლება იფიქროთ და ვერ მოიფიქრებთ, იმიტომ რომ საერთო ის ხო იყო, რომ აი ყველას უსმენენ, ყველას აკონტროლებენ. ერთი ფაქტი მითხარით, რომ გავცელოთ. ამას მე ძალიან მკაცად ვაკონტროლებდი. ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული და ძალიან მტკივნეული საკითხი. და მოვიდა ახალი მთავრობა და ჩვენ გვაქვს 3 ძალიან საგანგაშო ფაქტი. პირველი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ მთავრობამ დაიწყო იმით, რომ გადაცა პრესას სახელები და გვარები და მისამართები ციხის თანამშრომლების, გდანის და სხვა ციხეების თანამშრომლების, რაც არის უხეში დარღვევა ადამიანის კერძო პირადი ცხოვრების და პირადი ხელშეუხებლობის. ამას არ აკეთებს სოფლიოს არც ერთი მთავრობა. მეორე, მათ განახორციელეს პირადი შანტაჟი მოსამართლის თანაშემწის, მისი პირადი ცხოვრების ვიდეო მასალების გადაღება, შემდეგ მას აჩვენეს ეს მასალები არის სისხლის სამართლის საქმეში და შემდეგ ეს ქალბატონი ახლა იყოფება ძიებაში, უბრალოდ თანამშრომლობის ძიებასთან, თუმცა ძიება ამ თემას გაჭედი. და მესამე, მათ აიღეს და გაავრცელეს მასალები ადამიანების პირად ცხოვრებას. მე ვიცი, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა სისტემები და ბევრი ცუდი რეჟიმი იპოვებს ასეთ მასალებს და ზოგჯერ დებს ამას ინტერნეტში. მე არ ვიცი სოფლიოს არც ერთი პროკურატურა და შემისწორეთ თუ ვცდები. არც ერთი პროკურატურა და არც ერთი სახელმწიფო ორგანო სოფლიოში, რომელიც გაავრცელებს
ოფიციალურად ჟურნალისტებს მიცემს ადამიანის პირად ცხოვრების მასალებს. საქართველოს პროკურატურა მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და პირდაპირ ვთქვა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობის აქციელი. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუს ოლიგარქებს გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ 90-იან წლებში რუსეთში. რაც ისწავლეს, იმას აკეთებენ დღეს საქართველოში. პირდაპირ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე სხვა მაგალითები არ მახსენდება. 90-იან წლების ელცინის რუსეთი, სადაც ამ ოლიგარქებს შორის მილიარდები, მათ შორის ამის ცხოვრების ნაწილი იყო პირადი ცხოვრება, კომპრომატები, სხვადასხვა სცენები, ვიდეო გადაღება და მე ამათი გავრცელება. მაგრამ პროკურატურის მეშვეობით ეს ელცინის დროსაც კი არავის არ მოუფიქრებია ამის თემის გაკეთება. რა ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს და ქართულ ხალხზე. ამიტომ მე შევამაყ კანონპროექტი, რომლითაც აიგზავნება ასეთი მასალების შეგროვება, დაისჯება სისხლის სამართლებრივად, ის რაც პროკურატურამ გააკეთა ამ რამდენიმე დღის წინ, ეს დაისჯება სისხლის სამართლებრივად. თუ ასეთი მასალა ჩაუვარდა სისხლის სამართლებრივ ორგანოებს, ეს უნდა განადგურებული იქნას. და ყველა შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა მიეცეთ დამატებით დაცვის განათლება ამ კუთხით. და მესამე კანონპროექტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ. მე ამის შესახებ ვისაუბრე ავღანეთში, ჰელმანდში ყოფნის დროს, ჩვენ ბაზარში უკანში. მე გთავაზობთ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპება, მათი ოჯახის წევრებს, მიუხედავად ისა, მარჩენალი იყო ეს თუ არ იყო მარჩენალი, მიეცეს პენსია, სამხედრო პენსიის ოდენობით, არა მხოლოდ კომპენსაცია, დღეს ეძლევა ერთჯერად კომპენსაცია, არამედ პენსია. ამის საშუალება დღეს სახელმწიფოს უკვე აქვს, რამდენიმე წლის წინ არ ჰქონდა. მეორე, გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო თვითონ ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე, მათ შეეძლოთ გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე. და ასევე თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე, მაგრამ მას უნდა სახელმწიფო სამსახური, მას მაინც შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და სახელმწიფო სამსახურში დარჩეს ან სხვა სამსახურში. ეს ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს. ამასაც აქვს ფინანსური ეკონომიკური დასაბუთება, ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის. პირველი კანონპროექტი და მეორე ფულად ხარჯებს არ მოითხოვს, უпроსტად მეორე ნამდვილად არ მოითხოვს და პირველი მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს, მესამეს ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარუდგენთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. აი ეს არის ის სამი წინადადება, რომელიც მე გადავეცი პარლამენტს, იმედია რიგარეში განხილვისთვის. თუ რა კითხვები გაქვთ, ხოთ? ზენდო დღეს სომხეთში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი და დაჩქარდეს აფხაზეთის გავლით სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის შესახებ. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რა პირობებით უნდა მოხდეს ამ პროექტის აღდგენა? მე მოვისმინე ეს განცხადება, ეს არ არის პირველი განცხადება, რამდენიმე განცხადება იყო საქართველოს მთავრობის ამ მიმართულებით. და მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადება შეიცავს რამდენიმე ელემენტს და ყველა ეს ელემენტი არის ძალიან საგანგაშო. პირველ რიგში ეს არის განცხადება, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებს. რკინიგზა, რომელიც გადის აფხაზეთზე, ეს არის რკინიგზა, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ადრე ევროპასთან, რუსეთის გავლით, საკმაოდ მოძველებული რკინიგზაა. ადრე სხვა რკინიგზა ჩვენ არ გქონდა, მაგრამ ამასობაში, როცა რუსეთმა ეს რკინიგზა დაბლოკა, ბოლო წლებში აზერბაიჯანთან, თურქეთთან ერთად ჩვენ ავაშენეთ ახალი რკინიგზა, ყარსი ახალქალაქი, რომელიც არის ბევრად უფრო თანამედროვე, ბევრად უფრო სწრაფი და ამგვარად არანაირი აუცილებლობა საქართველოს ევროპასთან დაკავშირების ამ რკინიგზაში უკვე რუსეთის გავლით ასეთი აუცილებლობა საქართველოს დღეს პრაქტიკულად აღარ გააჩნია. ამ რკინიგზის ამოქმედება რუსეთს აწყობს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ყარსი ახალქალაქის რკინიგზა ეს არის კონკურენტი ტრანსციმბირული რკინიგზის, ეს არის ტვირთების გადამზიდავი რკინიგზა, რომელიც გადააქვს ტვირთები ჩინეთიდან და შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით და ჩვენი რკინიგზა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთის ტრანსციმბირულ, მაგრამ დიდი კონკურენტია იმ რკინიგზის. როგორც ჩვენ შევუქმნით ენერგეტიკული დერეფანი კონკურენტი, ასევე შევუქმნით ახლა სატვირთო გადამზიდავი კონკურენტი. ამ სატვირთო გადამზიდავის მნიშვნელობის დაკნინება და მოსპობა სურს დღეს რუსეთს. მეორე რუსეთს სურს, რომ
ამ რკინიგზის გახსნით მოახდინოს მისი мотиваცია ასეთია აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტობრივად დაკანონება, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში როცა რუსეთის რკინიგზამ, რუსელ RŽD-მ მიითვისა აფხაზეთის რკინიგზა უკანონოდ და რუსეთის რკინიგზა ფლობს ასევე სომხეთის რკინიგზას, სომხეთის ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად სტატუსი ამ გახსნის იქნება სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ რუსეთი აფხაზეთს განიხილავს ერთადერთია პრაქტიკულად ყველა სოფლიო თანამეგობრობის სერიოზულ წევრებს შორის, რომელიც განიხილავს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამას პრაქტიკულად არავინ დანარჩენ სოფლიოში არ აღიარებს და ამგვარად ასეთი ტიპის ქმედებებით ხდება რუსეთის მხრიდან мотиваცია იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დაკანონდეს. არც ერთი ნაბიჯით არ შეიძლება საქართველოს ამას შეუწყოს ხელი. სანამ არ გადაწყდება აფხაზეთის საქართველოს აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხი ბოლომდე, ან ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხის პარალელურად, როგორც ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი. მისი ცალკე განხილვა არის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოური, ანტიქართული, ანტიეროვნული, ფუნდამენტურად ოკუპანტის ინტერესების შესაბამისი აქტი. მე ვფიქრობ, რომ ის ვინც ამ განცხადებას აკეთებს და ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, მას ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს სტრატეგიულ პოლიტიკურ ინტერესებზე, ან ის შეგნებულად ძირს უთხრის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს მომავალს და პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამახორციელების დაკვეთით. მე სხვა ამაზე განმარტებები არ მაქვს და ეს არის სამწუხაროდ ძალიან კატეგორიული განცხადება, მაგრამ ეს არის მე ვალდებული ვარ, ჩემ ხალხს არ შევაყაროთ თვალში რაც არის და უთხრა სიმართლე. და სიმართლე არის ასეთი. და მეორე არის ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა სომხეთთან კარგი ურთიერთობები, სომხეთთან ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისაც, რომ სომხური ტვირთები გაგვეტარებია საქართველოს ტერიტორიაზე, ამაზე ფოთში ბევრს ვაკეთებთ, ამისთვის სწორედ შენდებოდა ასევე ლაზიკის სპორტის ნაწილიც დატვირთვაც ეს იქნებოდა, რომ ემოძრავო ტვირთებს ყველა მიმართულებით, მათ შორის თუნდაც სომხეთის მიმართულებითაც ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ჩვენ გავხსენეთ ასევე ლარსის გზა ამავე მიზნით, სომხეთის ტვირთები, სომხეთის რაღაცნაირი სახის იზოლაცია საქართველოს ინტერესებში არასოდეს არ ყოფილა და ჩვენ არასოდეს ამისთვის ხარი არ დაგვიჭერია ჩვენ, მაგრამ ერთია სომხეთთან კარგი ურთიერთობები და მეორეა ჩვენი ოკუპანტის სტრატეგიული გეგმების შესრულება. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ამ ტიპის განცხადებები, ისე როგორც ყარსი ახალქალაქის რკინიგზის პროექტის ეჭქვეშ წინა განცხადებები, რომელთა დაყენდა ეჭქვეშ. ეს რა თქმა უნდა ძაბავს ასე ურთიერთობებს ჩვენ სხვა მეზობლებთან. თქვენ იცით რომ ახლა ჩვენ გვაქვს სერიოზულად გართულებული სამწუხაროდ ურთიერთობა თურქეთთან და ეს ჩანს ძალიან ბევრ რაღაცაში, ბევრი თურქული ინვესტიცია საქართველოს შეჩერდა. მინდა გითხრათ, რომ თურქეთი არის მთავარი ჩვენი მხარდაჭერი ნატოს ინტეგრაციის საკითხში, იმიტომ რომ თურქეთის მხარდაჭერის გარეშე ნატოს ინტეგრაცია არის წარმოუდგენელი და აი ეს მხარდაჭერა ზუსტად ბოლო 2-3 წელია გავაქტიურებული და ნატოს გეგმით როგორ არის, რომ პირველი უნდა ყავდეს ძლიერი მეზობელი, რომელიც კი პირველი დაცვის ხაზი, სანამ არ მოქმედება ამერიკული ქოლგა. თურქეთმა ბოლო რამდენიმე წელი დაიწყო ამ სრულის გამოთქმა, რაც ადრე არასოდეს არ ყოფილა. თურქეთთან რაიმე სახის პრობლემების შექმნით ჩვენ კარგავთ ნატოში შესulis ამ ისტორიულ შანსს. აზერბაიჯანი რა თქმა უნდა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოში და საქართველოსი და დაუშვებელია ასეთი საკითხების ნაჩქარევად წამოყენება ყველა ჩვენ მეზობელთან სერიოზული კონსულტაციების გარეშე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარდა ამისა არსებობს მთავარი საკითხი. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს? მხოლოდ არის ერთი მოქმედი პირი ჩვენ რეგიონში, ვის ინტერესებში არის ეს? ეს არ არის ნამდვილად არც საქართველოს და არც ერთ ჩვენ სხვა მეზობელი. მხოლოდ ერთი მეზობელი და ეს მეზობელი იმყოფება ჩვენ ჩრდილოეთით და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო მე იმედი მაქვს გაუაზრებელი ნაბიჯი განცხადება, თუ ეს გააზრებულია, მაშინ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე მოვლენასთან. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ნატა ქაჯაია საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბექა გოჩიაშვილმა დღეს საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება. პიანისტი წერს, რომ მას არ სურდა, რომ ჩვენება, რომელიც სამართალდამცავებს მისცა, გამხდარიყო პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ამავე განცხადებაში ის წერს, რომ ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტი სამართალდამცავებმა უხსენეს დაკითხვის დროს. ბატონო პრეზიდენტო, როგორია თქვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით? რა კომენტარს გააკეთებთ? ჯერეთი უცნაური რაღაცები ხდება. ბევრი უცნაური ადამიანი გამოდის ციხიდან. გამახსენდა დოჩანაშვილის განცხადება მის შესახებ, რომ 200 წერალი არ არის საქართველოში და 200 პოლიტპატიმარი
უბრალოდ 400 წერალი და 200 პოლიტიკოსი არის საქართველოში. ბექა გოჩიაშვილს უთხრეს, რომ მიშას დრო აღარ არისო ციხეში. და უბრალოდ პოლიციაში მიშას დრო ხო არ გონიაო. ეს არის ძალიან ნიჭიერი ჩვენი შემოქმედი. და ყველას უნდა ვცეთ პატივი. მე ველაპარაკე მამამის, ველაპარაკე მას. რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკოსი, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დიდი ხანია ვადევნებ მის ყვარყვარიერას თვალყურს. დავანებოთ თავი პოლიტიკას. არ შეიძლება ასე ლაპარაკი ჩვენ მოქალაქეებთან. მაგრამ მოხდა ყურზეა ის რომ შენ რამდენჯერ მეუთხრეს რომ როცა ემუქრებოდნენ რაღაცეებით, ისე გამეორებაც არ მსურს აქ რა თქმა უნდა და მასაც გაუჭირდა ამის გამეორება, თუმცა რამდენჯერმე გაუმეორეს ეს მუქარა. რამდენჯერმე გაუმეორეს ასევე რომ შენ ბიჭო მიშას დრო ხო არ გონია უკვე. და ეს მიშას დრო ხო არ გონია ამ კონტექსტში. ჩემთვის იყო ძალიან საგანგაშო შენ ძალიან შეურაცხყოფილი, იმიტომ გამახსენდა რომ 200 პოლიტპატიმარი გამოაცხადა პარლამენტმა. და თავის ძოზე გურამ დოჩანაში რო კითხეს რა წერალთა კავშირზე თქვეს რომ 400 მწერალიაო და 400 მწერალი სულ არ არის მსოფლიოში. რანაც შეიძლება 200 პოლიტიკოსი არის სულ საქართველოში, როცა 200 პოლიტპატიმარს ვაცხადეთ. უშვებენ ციხიდან კაცის კვლელებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებს და ამ დროს ბექა გოჩიაშვილზე ამის მთელი კამპანია არის ორგანიზებული, რომ გამოაცხადოს ის რაღაც დამრღვევად, პოტენციურ დამნაშავედ, მატყუარად. მე ვიცნობ ამ ბიჭს და ძალიან ალალი ბიჭია. ტელეფონითაც ვესაუბრეთ, აი რაღაცა ესეთი ალალი გაოგნება და გაკვირვება შევამჩნიე თავის რაღაც გამომეტყველებაში, რომ აი მე მთელი ჩემი ცხოვრება რაც მითხრა, ის არისო, რომ ჩემ ქვეყანა წარმოვაჩინო. ჩემ ქვეყანაში რატომ იკეთებენ ამას? ჩემ ქვეყანა როგორ მისთვის ეს პოლიცია, ეს ბიჭები, რომელ ფორმიანი ადამიანები ვინც იქ დახვდნენ, ეს არის მისი ქვეყანა, ხო? ჩემი ქვეყანა როგორ მელაპარაკება ეგ რა? რატომ ელაპარაკება? რა დავაშავე ესეთი? აი სუფთა ბავშვური გაოცება იყო, მაგრამ ნუ ხა ბავშვი რომელიც ყავს ამხელა პროცედურით. მე ხა მახსოვს ჩემ ბავშვობაში ერთი ოჯერ მილიციას მაშინდას გაუჩერები ვარ ესე ქუჩაში და დღემდე მახსოვს დიდ სტრესად. მიუყვანი ვარ უბრალოდ ესე რომ აკბა რას გეხარ აქ, რას გეხარ კინოთეატრიდან გამოვუყვანი ვარ ანდროპოვის დროს, სკოლის დროს რატო ხარ კინოში. დღემდე მახსოვს როგორ დიდი სტრესია, 10 წუთით მიყვანა სადღაც ახსნა გამარტების დაწერე ხა. 6 საათი რომ მიგიყვანენ და თან დაგემუქრებენ იმით რაც დაგემუქრეს, თან გადაიყვანა მას პოლიტიკურში. იმიტომ რომ ამან რატო უხსენეს თურმე ჩემი სახე როგორც გავარკვე, როგორ ველაპარაკე, რომ ამან თქვა რომ თავი რო დაეცვა რომ კონდოლიზა რაისთან უკრავდიო. კონდოლიზა რაისთან როგორ მოხდი ბიჭო? აიო პრეზიდენტისა, შენ ეხა მიშას დრო ხო არ გონიო? რა პრეზიდენტი რაისო? ეხა ჩვენ გიზამთ ამას. კიდე კარგი რომ არ უქნეს რა თქმა უნდა და ამაზეც მადლობა. მაგრამ ეხა ბავშვო ესე დაელაპარაკები. 16 წლის არის. მართლა გენიოსია. ეხა ჩიკორია ჩემ ბავშვობაში იყო უკვე ყველაზე დიდი ჯაზმენი მსოფლიოში. ჩიკორიასთან თანასწორად უკრავს. საქართველოს საგანძურია. ეხლა ამან რომ გული აიცროს თავის ქვეყანაზე და გითხრას რომ ერთი კარგად იყავით და ჩემ საქმეს მივხედავ, ეს იქნება საქართველოს დიდი დანაკარგი. რა თქმა უნდა ამას არ გააკეთებს, სხვანაირად არის გაზეთი და მამამისაც ველაპარაკე და მართლა შევედი მდგომარეობაში, მაგრამ მე აი ამ ყველაფერს რაც მოყვა და თან აი ეს ამ აგდებული დამოკიდებული ამ დროს როცა მთელი რამის პოლიცია და პროკურატურა დაკავებულია მართლა კიდევ ერთხელ მეორებ ძალიან საეჭვო რეპუტაციის ხალხის გათეთრებით, ხედავ გეგონება ეს მათი ფუნქცია იყოს. მე არ მგონია რომ ეს მაინდა-მაინც სახარბიელო იყოს და კარგი ჩვენი თუნდაც სამართალდაცვი ორგანოების მორალისთვის. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ეს არის დროებითი მოვლენა და ეს დროებითი სიძნელებია და გაუვლით მათ და საქმეს მიიღებენ ხელს. ტელეკომპანია იმედი თამარ ბუბაშვილი მინდა პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივაზე გკითხოთ, რომელთაც ერთი მხრივ პრეზიდენტის უფლებები ფართოვდება პარლამენტთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობასთან დაკავშირებით მცირდება, რომ შეაფასოთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ასევე ბიძინაი თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ახალი მთავრობის მუშაობას. პრემიერ-მინისტრმა შემოგთავაზათ, რომ შეგიძლიათ დაითხოვოთ პარლამენტის და მთავრობას, თუ აპირებთ თქვენი უფლების გამოყენება. მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი მსგავსი გეგმები თავრობის დათხოვნის და მით უმეტეს პარლამენტის მე არ გამაჩნია. მთელი ეს ლაპარაკი, რომ რაღაცა შეთქმულება ჩაშალეს, ჩემი მზაკრული გეგმა, აგერ მიყურებთ და გეუბნებით, რომ არც საკრული გეგმა მაქვს, არც არასოდეს ხონდა. ხონდა ყველა ეს უფლებები. შემიძლია არ მიმეცა მათთვის თავრობა. შემიძლია მე დამაკომპლექტებიათ 6 თვით მაინც. შემიძლია მათთვის და მე მეცა დაკომპლექტება და არ მიმეცა არც ღარიბაშვილის დანიშნულება, არც იუსტიციის მინისტრის, არც პროკურორის, არც თავდაცვის მინისტრის, ყველაფერი ხო მივეცით. და მივეცით სწორედ იმიტომ, რომ მე არ ეთქვა, რომ ხელს გვიშლია. რისი ეჭვიც მქონდა, იმიტომ რომ მე ხო ვიცოდი, რომ ამათი პროგრამა მე ერთხელ დავაციტირე ძველი ებრაული ანდაზა.
ოცნება ფუნთუშაზე არის მხოლოდ ოცნება და არა ფუნთუშა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, როცა ფუნთუშას პირდები და ფუნთუშა არა გაქვს. მაშინ უნდა ახსნა, რატო არა გაქვს, ხო? და მე იწყება ახსნა, რომ აი იცით რა გვიშლის ხელს, აი კი მოხონდათ ფუნთუშა, მაგრამ გზაში ვიღაცა დახვდა მეპურეს, წაართვა, გადაუგდო, შეუჭამა. ეს რო არ ეთქვათ. გავეცალეთ გზიდან და უთხრათ მოიტანეთ ფუნთუშა მიეცეთ ხალხს. ეს იყო ჩემი მზაკრული გეგმა თუ გნებავ ჭყალებში თავიდანვე. რომ აჰა, მე არ მჯერა რომ ამის შესრულება შესაძლებელია, ამ ყველაფერს იციპედება ხალხმა თვითონ ნახოს. ეხა აი ამ პირობებში რატო უნდა გქონდეს რაიმე სურვილი ვინმეს დათხოვოს, რომ მე თქვან, რომ აი ნახე როგორ უნდა და ამ კაცს გაკეთება და ხელი შეუშალ. ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ნამდვილად მინდა მივცე საშუალება ის რაც ისინი დაპირდნენ ქართულ ხალხს, თუ ამის რაღაც სასწauლებრივი შანსი არსებობს, მათ ეს გააკეთონ. ჯერჯერობით ამის არანაირი სიმპტომები არ ჩანს. ხო ეძებდნენ ჩვენ წილებს, ხო ეძებდნენ, ხო იძახოდნენ, ხო ჯეროდა ვიღაცებს, რომ სააკაშოს მიკაკ ლარი და 2 ლარი და რა ვიცი, რამდენი ბენზინი და რომ მართლა ფულს ვაკეთებდით, რომ მართლა ვიღაცა რაღაც იპაროთ. ერთი კორუფციული საქმე მაინც თუ აქვთ და ვერც ეკნებათ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაჟინებით ვამბობთ, რომ ჩვენი თავრობის და ჩემი პირადი мотиваცია ყოველთვის იყო ქვეყნის შენებლობა და ერთად არ ხდება, რომ ქვეყანაც აშენო და ფულიც აკეთო. ან ცოტა ფული აკეთო, ცოტა ქვეყანა აშენო. ან უნდა მთლიანად ფული აკეთო, ან მთლიანად ქვეყანა უნდა აშენო. ჩვენ მთლიანად ვაშენებთ ქვეყანას და ეს იყო ჩვენი შეგნებული არჩევანი. ამიტომ შეუძლიათ ნუ ეძებენ ბნელ ოთახში კატას. იმიტომ რომ ბნელ ოთახში კატა არ არის და შუქი რო აინთება, აღმოჩნდება რომ კატა არის, შუქი აინთება, ყოველ სიმნელი არ იქნება და ყველაფერს გაერკვევა. და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვარებ, ეს ჩვენ ყველა კონსტრუქციულ ნაბიჯს თავრობის დაუჭერთ ხარს. მე არ შემიძლია ხარ როცა ლაპარაკობენ რომ თურმე რუსეთის დიდი გეგმა უნდა შევასრულოთ მაგალითად რკინიგზაზე. არ შემიძლია ამაზე ხმა არ ამოვიღო. მე ხო არ მაპატიებს არც ისტორია, არც ჩვენი ხალხი რომ ხმას რატო არ იღებს. რა თქმა უნდა ვიტყვი ამაზე სიმართლეს. რა თქმა უნდა, როცა ჩერდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად ლაზიკას სპორტის პროექტი, რომელიც სამეგრელოს და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემთვის ძალიან პრინციპულია და რა თქმა უნდა ამაზე ვიტყვი. როცა ანაკლია, რომელიც ცარიელ ადგილზე ავაშენეთ და ეხა ინგრევა, რა თქმა უნდა ამოვიღებ ხმა გუშინ აჭარაში. ერთადერთი შანსი იყო ხოლოს განვითარების არის ის კურორტი. რა თქმა უნდა, მთავრობას ყოველდღე შევახსენებ, რომ გამოყონ ფული, რომ ის ინვესტორის წინაშე ვალდებულები, რომ ინვესტორმა ააშენოს ის 5 თუ 6 სასტუმროს აშენებს, ააშენონ, რა თქმა უნდა შევასრულოთ. ამიტომ ეს არ უნდა ეწყინოთ. მე მხოლოდ შევახსენებ იმას, რაც მე მგონია, რომ ქვეყნისთვის კარგია, მაგრამ ხელის შეშლით ნამდვილად არ შეუშვით. თუ თვითონაც რამეს გააკეთებ, ხო გამიხარდება. ჩემი ფუნქცია არ არის თავრობის ჩაფლავება და ნამდვილად არ მიცემ არავის არ მივანიჭებ ეს სიამოვნებას, რა თქმა უნდა, რომ ამაში მე ხელი შეუშალეთ და აი ნახე, გვინდოდა, მაგრამ არ გავუკეთებია. ყველაფერს გავუკეთებიებთ, აგერა ვართ, ყველა სრული კარტ ბლანში აქვთ, ჩვენგან მხოლოდ ხელშეწყობა ექნებათ. ნუ რა თქმა უნდა, ხანდახან რაღაცას ვიტყვით და ამაზე ეს არავის არ უნდა ეწყიროს. საქართველოში ხალხთან მუდმივად იქნება დიალოგი და მით უმეტეს მე ამას ვერ ვიგზავს. ეს მიგითხარით ზუსტად რომ საკონსტიტუციო ინიციატივა ეფუძნება იმას, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას და ისინი ანტურებად ცარიელ კარს ჩვენ ამას არ ვაპირებთ და რისთვის ჭირდებათ ეგეც არ მესმით. მათი უფლება რაც უნდა წარმოადგინონ. ტელეკომპანია მეცხრე არხი ნოდარ ჩაჩუა ბატონო პრეზიდენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ საქმეზე მინდა გკითხოთ რომელსაც მედიაში უკვე დაერქვა ქართულ ბანკის გაკოტრების სქემა შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ წარმოადგენდა მტკიცებულებები რომელშიც და მაშინ ამბობდა ოფიციალური უწყება რომ მაშინ ჩართული იყო სახელმწიფო უწყებები რამდენიმე ინსტიტუტი მათ შორის შემოსავლების სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმაც აღიარა არსებობა მსგავსი თემის და უკვე გუშინ ბრალი წაუყენეს ასევე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ადეიშვილსაც თუ არსებობდა მსგავსი სქემა მინდა თქვენთან გადავამოწმოს და ასევე თუ იცით სად არის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ურაგანი მე მინდა გითხრათ რომ მთელი სასაცილო ფაქტი ამ ყველაფრის არის ის რომ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ტიპაჟი რომელიც არსებობდა პროკურატურის საგამოძიებო სისტემაში რაც მე გავიქი თურმე არის ბრალდებელი ზურაბადეიშვილის საქმეს ზურაბადეიშვილის რომელსაც თუ რა ყველაფერი შეიძლება სოფლიოში დააბრალოს მათ შორის ბევრი შეცდომა ალბათ გარდა კორუფციის კი მე არ მომწონდა რაღაცეები რაც პროკურატურა აკეთებდა მათ შორის მისი ზოგიერთი მოადგილე რომელიც ეხლა სხვათა შორის აქტიურად თანამშრომლობს უკანონო რეკეტის სტრუქტურებთან რომელიც ჩამოყალიბდა მთავრობასთან მიახლოებულ წრეებში კი ეს ასე იყო რაღაცეები ალბათ გადაცდომები იყო ნამდვილად მე ამას თავს ვერ დავდებ და როცა ვინც არ მუშაობს ის შეცდომას არ უშევს ვინც არ აკეთებს ის იმას ვერაფერს ვერ წამოაძახებ მაგრამ ახლა კორუფციაზე წამოძახება ცოტა არ იყოს
უბრალოდ უსინდისობა იქნება და მე ვიცი ეს სიტუაცია. მაგრამ როდესაც დაბრუნდნენ კორუფციისთვის გაგდება პირდაპირ სია არის გრძელი და ეხლა ნამდვილად არ მინდა ამ სიას ჩამოყვა. ჟურნალისტები ხართ და გამოიძიეთ. თუ გინდა მეც ცოტა დაგეხმარებთ არა ოფიციალურად. გრძელი სია კონკრეტული ადამიანების, რომელიც ერთი გააგდეს იმისთვის, რომ წავიდეს შეამოწმეს ვიღაცა რომელიღაც ბიზნესი და უცებ აღმოაჩნდა, რომ ბიზნესმენმა აუშენა სახლი. მეორე გააგდეს იმისათვის, რომ წავიდა რომელიღაც სამხარო ადმინისტრაციის შემოწმება და უცებ აღმოაჩნდა იქ რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწა ამის შემდეგ. მესამე გააგდეს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კორუფციაში იყო სასამართლოში და ეხლა არის მთავარი ბრალდებელი ზურაბადეიშვილის. როცა ეს ხალხი მოდის, ეს ხალხი ლაპარაკობს იმ ადამიანებზე, ვინც მთელი ეს წლები გააკეთა ის, რომ საქართველოში არ იღებდნენ არც ქუჩაში ქთამს, არც უმაღლეს სასწავლებელში, არც სახელმწიფო უწყებებში, როცა საქართველოში არ კეთდებოდა საქმე ფულით. ჩვენ ამის შედეგებს მალე ვნახავთ საყოფაცხოვრებო დონეზე. მე ამის მეშინია ყველაზე მეტად. თავარი ის კი არა ზურაბადეიშვილს რაც წაუყენება. თავარი არის ის, რომ ხვალ და ზეგ და დღეს ეს უკვე ხდება გამგეობებში. სამწუხაროდ გამგეობებში ბევრგან დღეს უკვე დაიწყო ფულის კეთება. სამწუხაროდ ცალკეული შემთხვევებია ჯერ მხოლოდ პოლიციაში, მაგრამ ცალკეული შემთხვევებიდან ბევრ შემთხვევამდე არის ნახევარი ნაბიჯი, მე ეს კარგად ვიცი. დღეს უკვე არის შემთხვევები სარფის საბაჟოზე, მაგრამ ერთი საბაჟო და მეორეს გადასვლაზე არის ნახევარი ნაბიჯი. ჩვენ უკვე ვართ იმ სახიფათო ზღვარზე, რომლის იქით იწყება ყოველდღიური კორუფცია თითოეული ჩვენი მოქალაქის. აი ეს არის სახიფათო. ამიტომ ყველაფერი გაირკვევა და მე მიხარია ერთი რამ, რომ საქართველოში მაინც ყალიბდება გარკვეული სამართლებრივი ტრადიცია, იმ გაგებით, რომ დღეს მაგალითად თენგიზ გუნავას უარი ეთქვა პროკურატურის შუამდგომლობას, რომ თენგიზ გუნავა არ ჩამოაშორეს გუბერნატორობას, ესე იგი ვერ ჩაშალეს სამეგრელო ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მუშაობა, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თენგიზ გუნავა არის ცამდე მართალი და უდანაშაულო იმაში, რაც აბდეთ ამხელა ოპერატიულ მუშაკს ადანაშაულებენ რამდენიმე ასეული ლიტრი ბენზინის მოპარვაში. ყველაფერს აქვს საზღვარი. და 50-იან წლების მაკაროვი ედო ჯიბეშიო და აღმოჩნდა, რომ დაადანაშაულეს იმაში ნარკოტიკებში, როცა იყო მართლა მთავარი მებრძოლი ნარკომანიასთან სამეგრელოში ნამდვილად და შემდეგ საქართველოში. ამიტომ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ სიმართლე იპოვის გასავალს ყველა თანამდებობის პირთან მისავარცი მიუხედავად დღეს რა არის ბალდები გთხოვთ. ტელეკომპანია კავკასია ლევან ქათამაძე. ბატონო პრეზიდენტო, მე მინდა ჩაგეკითხოთ თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. თქვენ ალბათ გამოგჩათ, რომ პროკურატურა აცხადებს, რომ ეს კადრები თქვენი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული და მას უშუალოდ მეგის ქარდავას დავალებით იღებდნენ. რა კომენტარს გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით? მე თუ კარგად მომისმინეთ, გითხარი. ერთი შემთხვევა გახსოვთ ჩემი მთავრობის დროს, სადმე ხონდა მოხვედრილი ხო? ერთი შემთხვევა გახსოვთ 8 წელი ვიყავით მთავრობაში. ერთი შემთხვევა მითხარით, თუ როცა ეს სადმე მოხდა და მაშინ მივიღებ ბრალდებას. თუმცა რა ერთი შემთხვევა მითხარით, როცა 8 წლის განმავლობაში რამე მაინც მოხდა რომელიმე ჩვენი სპეცსამსახურის მიერ, ესე თუ როცა სპეცსამსახურები ასეთ პროდუქციას ქმნიან, ის ყოველთვის სადღაც მე ხვდება, ეს იცოდეთ კარგად. მე ვიყავი ის, ვინც კონკრეტულად ძალიან კაცრად აკონტროლებდა, რომ ასეთ რამე სახელმწიფო ორგანოებს არ ეკეთებინათ. ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი. ის რას ამბობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის მთავრობა, რომელიც უკვე დაუშვა ოფიციალურად 3 შემთხვევა 3 თვეში უხეში გადაცნობის პირად ცხოვრებას ჩარევის. დაუშვეს სრულად დოკუმენტირებულად. ისინი რას ამბობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი არის კონკრეტული. 3 შემთხვევა გაქვს, როცა ეს მოხდა. ეხლა ისინი აიძახენ, რომ ისინიც აკეთებდნენ, თუ აკეთებდნენ, სად იყო? და ეხლა არის ხო? და მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც არის. და კიდევ ერთს უბრუნდეთ, რომ ოთახში შავი კატა არის თუ არა ბნელ ოთახში. არ ვიცი. მაგრამ არ გვინახავს და ეხლა შუქი აინთო და აღმოჩნდა, რომ ბევრი კატებია. და კატები რო ახარახან არის, ამ კატებს უნდა მივხედოთ. ამაზეა დღეს ლაპარაკი. ამიტომ მე ნამდვილად ვერ მივიღებ პრეტენზიებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ 8 წელი ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ, რომ არც ერთი ადამიანის პირადი ცხოვრება არ ყოფილიყო საჯარო დისკუსიის საგანი არავის თვალში. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი. აღარ ვლაპარაკო პოლიტიკურ ოპონენტებს, კრიმინალი, არაკრიმინალი, თუნდაც უსხოური ჯაშუში. ეს არ შეიძლებოდა. მე იმასაც კი ვაკონტროლებდი, რომ თუ კი რამე შემთხვევით მოხდებოდა ინფორმაცია თუნდაც უცხოურ სპეცსამსახურებში, რაც ეხებოდა მათ პირად ცხოვრებას, მომენტალურად განადგურებული იყო. არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის შენახვა. ეს არის ნებისმიერ სახელმწიფოს ძალიან ცუდად შეუბრუნდება. ეს არის ჩემი ფუნდამენტური შეხედულება. და მინდა რომ ეს ახლა კანონში სხვა საკითხია რომ ეს კანონში უნდა ყოფილიყო და მე ამიტომ ახლა კარგია რომ ახლა მაინც კანონით ეს მივიღოთ. იმიტომ რომ მე მართლა ვერ გავითვალისწინოთ საქართველოში მოვიდოდა მთავრობა რომელიც იმოქმედებდა რუსი ოლიგარქის რეცეპტებით, რუსული ოლიგარქიული რეცეპტებით. მე ამ კონკრეტულ ოლიგარქს ამ დალაპარაკ იმ სტილით.
და ეს ამას უყურებ დღეს სამწუხაროდ. ეს არის პრობლემა. და რახან უკვე 3 იყო 3 თვეში, ეს ნიშნავს, რომ კიდე 90 შეიძლება იყოს კიდე რამდენიმე თვეში. და ეს მინდა ახლა გამოვიწყოთ როგორ კანონის დონეზე. გთხოვთ. მოგესალმებით, თიკა დღულაძე, ტელეკომპანია მაესტრო. ბატონო პრეზიდენტო, მე რომელი კომპანია? ტელეკომპანია მაესტრო. აბა მესამე ნომერი რატო? არა. არის. მაესტრო, ბოდიში. ხო. ახალი ლუპი. სულ მაინტერესებდა როგორი რა არის თქო ეს, ხო. დიახ. ბატონო პრეზიდენტო, მე მაინტერესებს, თუ კი დადასტურდა, რომ მართლაც ხდებოდა ამ ბინებში, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ბინებში, მსგავსი ჩანაწერების გაკეთება. ამ შემთხვევაში თქვენთვის რომელი უფრო დიდი დანაშაულია, ის რომ პირადი ცხოვრების გაშუქება ხდებოდა და თუ დადასტურდა, რომ შემდგომში ამას იყენებდნენ ამ კონკრეტული ადამიანების დასაშანტაჟებლად იმისთვის, რომ მათ მხარი დაეჭირათ ნაციონალური მოძრაობისთვის, თუ ის რომ ის ტელეეთერით გავრცელდა და ამავე დროს თუ შეიძლება რომ უპასუხოთ უმრავლესობის ბრალდებას, რომელთან დაკავშირებთან ძალიან დიდი ხანია, მინდოდა მეკითხა თქვენთვის, ამნისტიის კანონპროექტის მიღების შემდეგ უმრავლესობა ამბობდა, რომ თქვენს მიერ შეწყალებულ პირებს შორის იყვნენ მძიმე დანაშაულის მქონე პირები. კი, მე მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი შეგროვება დანაშაულია, რა თქმა უნდა, მაგრამ გავრცელებაც დანაშაულია. ამიტომ ვიღებთ ამ კანონს, რომ ეს მომავალში საერთოდ გამოირიცხოს. შეგროვება დანაშაული იყოს და გავრცელება დანაშაული იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ, ვიყავით, იყო ჩემი მთავრობა, არ გავრცელებულა. და ეს არის ხო, თუ ვინმე აგროვებს, ესე უნდა გაავრცელოს, სხვანაირად აზრი არ არის შეგროვებას. წესით ეგრეა. სხვანაირად ერთხელ მაინც გავრცელდება, რომ დანარჩენებს ეშინოდათ, ხო ესეა, და ლოგიკურად მიყევით, ხო? ერთხელ მაინც თუ არ გავცელდა, ესე იგი არ ვრცელდებოდა და ეს არ იყო პოლიტიკა, თორე თავი მოძრაობდა ყველას, ვინც ამას შეერეოდა, ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება. ცუდია რომ კანონი არ ქონდა, ეხლა კანონიც გვექნება, თუმცა რაღაც კანონებით რაღაც დონეზე ეს მაინც რეგულირდება. ეხლა მინდა რომ ეს გავამკაცროთ. ამათ აიღეს და უკვე 3 შემთხვევა გააკეთეს ოფიციალურად. ციხეებზე, მეორე როგორც მოგახსენეთ, ამ სასამართლოს თანაშემწეზე მოსამართლე თანაშემწე თბილისის სასამართლოს და მესამე სწორედ ამ ბოლო შემთხვევა ამ კონკრეტულ ჩანაწერებს. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ადამიანების ინდივიდუალურ გაშვებას. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და აქ არის შეწყალების კომისია და ყველა შემთხვევას სწავლობს. ყველა შემთხვევას სწავლობს, არის საპატრიარქოს სიები, არის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის სიები და დღეს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი არავითარ არ არის საიდუმლო, ბევრად მეც წარმოადგენს ვიდრე როდეს. ასეთია დღეს ახალი სასჯელ აღსრულების პოლიტიკა. მე თლიანობაში ამ პოლიტიკას იგნორებას რა თქმა უნდა ვერ გავუკეთებ, მაგრამ ერთია ინდივიდუალურად ადამიანების გაშვება და მეორეა პირდაპირ მუხლით გაშვება. ეს არის ორი სრულიად სხვადასხვა თემა. ბრმად უშვებ, ერთია შესწავლა დოსიების და იქაც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა. და ამას კომისიის შემადგენლობა ამიტომ არის დაკომპლექტებული ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანით საზოგადოებრივი წრეებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან, ნეიტრალური ხალხიდან, რომ შეხედონ კონკრეტული ადამიანების ბედს. და მეორეა, როცა იცახი, რომ ყველა პედოფილის მუხლით შეგვიძლია გაუშვათ. ყველა სახელმწიფო ღალატის მუხლით შეგვიძლია გაუშვათ. ეს ორი სხვადასხვა თემებია აბსოლუტურად. როცა ბრმა მუხლს არგებ დანაშაულს, ეს არის ძალიან სახიფათო ქმედება. როცა კონკრეტულად იღებ და კვირაობით სწავლობ დიდ დოსიეს, ამ შემთხვევაში არის ალბათობა შეცდომის, მაგრამ ის არის ბევრად ნაკლები დამეთანხმებით, ვიდრე პირდაპირ წერ მუხლს და მოშევ ყველა არის გასული. ესეთი რაღაცა გააკეთა მხოლოდ ჯაბა იოსნიმ 1992 წელს. ჩემთვის არის დეჟავიუ, თქვენ პატარა ხართ. შედარებით. იგივე ადამიანები, ვინც განახორციელა 92 წლის ამნისტია, ეხლა არიან ჯანსაღად, ცოცხალები არიან, დადიან აქეთ-იქით, სახელმწიფო უწყების შედიან და იმათ ისინი არიან ავტორები. შეამოწმეთ სახელმწიფო გვარები, ამოიღეთ ძველი კადრები, დაადეთ ფოტოები, ვინ აკეთებს დღეს ამნისტიას. ვინც გააკეთა 92 წლის იანვრის ამნისტია. მე მართლა იმედი მაქვს, რომ 92 წლის იანვრის მოვლენები და 92-93 წლის მოვლენები საქართველოში აღარ განმეორდება, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახლა სახელმწიფო აპარატი, იმიტომ რომ ჩემ მთავრობამ ყველა ქუჩაზე, თითქმის ყველა ქალაქში დააყენა კამერები. იმიტომ რომ პოლიცია არის აღჭურვილი, იმიტომ რომ არის სათანადო აპარატურა ყველგან და იმიტომ რომ არის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება და საქართველოს ჩვენ ვაქციეთ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ალბათ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვეღარ ვიქნებით ვერცეთ სიტუაციაში ამ ყველაფერში. მაგრამ ის მაინც იქნება რომ 92 წელი საქართველოს დღეს უახლოეს თვეები ნამდვილად არ მოხდება. მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ყველა სახელმწიფოს აქვს გარკვეული სიმტკიცის მარაგი. 9 წელი ვაშენებთ ამ სიმტკიცის მარაგს. მე შეიძლება ჯერ გზარები გაუშვეს და მე ჩამოიშალოს. აი ეს მინდა რომ ავიშოროთ თავი, ავიცილოთ თავი და თორე თავისთავად გაშვება და მეც იცი, მე პირველი ვარ ის ადამიანი, ვისაც არ უხარი ადამიანის ციხეში ყოფნა. მეცაც გეტყვი, ჩვენ კალმახელიძესთან ყოფილ მინისტრთან ბევრი ღონისძიება განახორციელა. აი გახსოვთ ბრასლეტები ეს პრობაციონერების, გახსოვთ პრობაციოს ინსტიტუტის ფართოდ გამოყენება, რომელიც ასევე შემოგვიბრუნეს ცუდად, ხო? გახსოვთ, საერთოდ იყო
მუდმივ გეგმა გაწერილი დროში ციხეების დაცლის. მაგრამ ეს უნდა ვიყოლო ეს ეტაპობრივად. ერთბაშად გასვლა ციხით, ეს არის კატასტროფა. ციხეში ადამიანებს ყოლა მე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ციხეში ადამიანები შეიძლება გამოსწორდეს. ამის ილუზიაც არ მაქვს. მაგრამ გარეთ მასობრივად გაშვებაც საზოგადოებისთვის არის კატასტროფა. ამიტომ რაღაცა ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო აქ ნაპოვნი, მაგრამ ეხლა ისეთი ხალხი ჩაუდგა ეხლა პირდაპირ ჩაუდგენ ის ხალხი, ვინც ვისი ნეიტრალობა აქ არის სრულიად გამორიცხული. ის ხალხი, ვისაც პირდაპირ ინტერესი ჰქონდა მეორე მხრიდან და არა საზოგადოების მხრიდან. ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესი გახდა მეასხარისხოვანი. აი ეს არის დიდი პრობლემა, რასაც მე ვხედავ ამ ამნისტიაში. მე ნამდვილად არ ვარ მომხრე კატასტროფული სცენარების, თუმცა ძიმე შედეგების შიში ნამდვილად მაქვს და ამას საზოგადოებას ნამდვილად არ უმალავ. მოგესალმებით, ნინო მაჭერაშვილი, ტაბულა. მე პარტიასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. თქვენ საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის განახლებაზე. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ განახლებაში? ასევე ხშირად ახსენებთ ფუნდამენტურ განსხვავებებს თქვენს გუნდსა და მმართველ გუნდს შორის. რა მოიაზრება ამ ფუნდამენტურ განსხვავებებში და ზოგადად რა არის ის იდეა, რაზეც დღეს ნაციონალური მოძრაობა დგას? ჯერ ერთი განახლება არის, მაგალითად ანდრობანოვე მოვიდა გუბერნატორად. მაგალითად იგივე თენგიზ გუნავ მოვიდა გუბერნატორად. ეს ხალხი ადრე პოლიტიკაში არ იყო, ხო? ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოდის ჩვენ ოფისში. მე პირდაპირ დავდივარ და ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ ისეთი საინტერესო ხალხი მოვიდა. ბევრი მოდის Facebook-ით. მოდის აი მართლა რაღაც ახალი მოძრაობა დაიწყო, ძალიან საინტერესო ჩვენ გარშემო და ჩვენ შიგნით. და ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი. მე ძალიან მომწონს, რომ ეხლა ნაციონალური მოძრაობა ქმნის სადისკუსიო კლუბებს და პირდაპირ თავის დისკუსიას ეს ყოველ მაგიდას გავს ვიდეო კამერებს. ამიტომ შსს შეუძლია თავი არ შეიწუხოს ვიდეო კამერების დამონტაჟებით ჩვენ ოფისში. ჩვენ თვითონ ვამონტაჟებთ და ჩვენ თვითონ პირდაპირ ეთერში გავუშვებთ ჩვენ დისკუსიებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხმა იცოდეს რა ხდება. მეორე რაც არის, რომ ფუნდამენტური განსხვავება არის რამდენიმე. მე ვფიქრობ, სამი რაღაცა მოხდება ფუნდამენტურად ამ ყველაფრის შედეგად. პირველი, ჩვენი ხალხი მიხვდება, რომ არავინ არ გაჭმევს უფასოდ და უნდა იმუშაო. იმიტომ რომ ტყუილი დაპირება, რომ უფასოდ ვინმე გაჭმევს და შეგიძლია ხელი არ გაანძრო და მოვლენ და ხანდახან მაცივარს გაგიხსვებენ. პოლიტიკური ჭორვილიზაცია არის თავიდან ბოლომდე აბსურდი და ილუზია და ფუჭი დაპირება. და ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავს. მეორე, რასაც ყველა მიხვდებით, რომ თვალების პაჭუნით რუსეთთან საქმე არ გამოდის. კონიაკებით რო დაგქონდა იქ და ფონდები რო გამოქონდა, ის სხვა დრო იყო და ეხლა რუსეთი თავის იმპერიული ინტერესებით და საქართველოს ერთადერთი შანსი რომ განვითარდეს და დადგეს ფეხზე იყოს, რომ გაიყოს თანამედროვე სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა იყო რუსეთიდან ტურისტების ტარება, ხალხის შემოსყვანა, ურთიერთობები, ხალხთა ვაჭრობა, ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკა იყო. მაგრამ ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესების შენარჩუნების ხარჯზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტურად ნაციონალური მოძრაობის მიმართულება არის მიმართული მომავალზე და ის რასაც ჩვენ გვთავაზობთ, ეს არის ფუნდამენტურად წარსული შეცდომების გამეორება. აი ეს არის მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ ჩვენ შორის განსხვავება. მე მიმაჩნია ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზაზე, ილია ჭავჭავაძე როგორ იყო? ილია ჭავჭავაძეს გლეხები რამდენჯერმე აუჯანყდნენ, რომ თხოვდა შრომას. ილია ჭავჭავაძის მაჩაბელმა მაგალითად მაჩაბელი წაიჩხუბა, იმიტომ რომ თხოვდა ილია ჭავჭავაძეს ბანკის კრედიტის გადახდას. ხო? ილია უბრუნებოდა რომ ბანკი კრედიტ თუ აიღო, უნდა გადაიხადო, აბა როგორ? თუ ხარ უნდა იშრომო და სოციალ-დემოკრატები ასე მომდნენ ბოლშევიკები. ილია არის მავნე ხალხის ტერი, ილია არის ილია არის ბოროტი, თქვენ შეგიძლია არ იშრომოთ, გლეხებს ეუბნებოდა, ჩვენ გაჭმევთ, გასმევთ და ბოლოს რა თქოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. მოვიდა, რა თქმა უნდა, უფასოდ არაფერი არავის არ მიცეს, გადავიდა რეპრესიებზე ეგრე. დაიწყეს დახვრეტები, დაჭერები და ასე შემდეგ და გავიარეთ დიდი საბჭოთა ისტორია. ერთხელ ხო ვიყავით უკვე იქ. 21 საუკუნეში ეს არის შეუძლებელი. ამიტომ ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაციონალური მოძრაობა ეს არის ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიას დაფუძნებული პარტია, მე ასე მგონია, მაგრამ 21 საუკუნის კონტექსტში და იმ ახალგაზრდა Facebook-ის თაობის კონტექსტში. ჩვენ ვართ ახლა უკვე Facebook-ის თაობის პარტია. და ამ ხრივ მეც და ვიღაცები შეიძლება კი ვცდილობ დავეწიოთ, მაგრამ უკვე ახალი თაობა ბევრად უფრო საინტერესოა. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ამ ახალ თაობას გავხსნათ გზა პოლიტიკაში. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავდოთ. არა შენობები, არა ავტობანები და რაღაცები, რაც კარგია და სასიამოვნო, არამედ ახალგაზრდა თაობის მყარად ფეხის მოკიდება და დომინაცია საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ყველა სხვა სფეროში, ეკონომიკურ სფეროში. ბოლო კითხვა.
Associated Press-ის სოფო მეგრელიძე. ბატონო პრეზიდენტო, 20 იანვრიდან იგეგმება აქციების გამართვა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით. თქვენი დამოკიდებულება ამ აქციების მიმართ და თქვენი აზრით რა ძალა დგას? შეიძლება თორეს მართველი ძალა იყოს. მე მახსოვს ერთი მთავრობა იყო საქართველოში, როცა ვიაზრებთ დეჟავიუ მაქვს, ერთი მთავრობა იყო კომბინირებული. დეჟავიუ კომბინირებული 90-იან წლების დასწრისის და 92 წლის. ერთი მთავრობა იყო საქართველოში, რომელსაც სხვა შორის ხო დიდი იდეა და მე მიმაჩნია რომ ძალიან საინტერესო ლიდერი, მაგრამ ძალიან ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ცდილობდა თავისი ამოცანების გადაწყვეტას ოპოზიციის წინააღმდეგ აქციების მოწყობით. მთავრობამ როგორ დაამთავრა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. მე ამას იმიტომ არ მინდა ნოუ-ჰაუ გავხსნა, მაგრამ როცა უყურებ, რომ ყოველდღიურად დღევანდელი საქართველოს მთავრობა დაკავებულია მიტინგების მოწყობით იმის წინააღმდეგ, რაც არის დღეს რეალურად ოპოზიცია. არ ვიცი ეს რომელ პოლიტიკურ სახელმწიფოში ამოიკითხეს თუ მათი ინსტინქტები კანახობს ამას, მაგრამ მე მგონია რომ ჯობია ეს ხალხი დაკავდეს საქმის კეთებით, ვიდრე მუდმივად ხალხისთვის ხმას რომ ისინი არიან საფრთხეში ვიღაცა ხელს უშლის საქმის კეთებაში და ამიტომ უნდა ქუჩაში გამოიყვანონ ხალხი. ის ვისაც ქუჩაში გამოყავს ხალხი, ის როგორც წესი თავრობას რომელსაც ქუჩაში გამოყავს ხალხი, ისეთ თავრობები ძალიან ჩქარა და ძალიან მტკივნეულად. ეს არის უბრალოდ ჩემი ისტორიული რეცეპტი და ეს არ არის ჩემი მუქარა. ეს არის ის, რაც მე ერთხელ უკვე ვნახე. და ნამდვილად არ უსურვებ ამის გამეორებას არავის. ეს არის ჩემი ბოლო სიბზნის გაზიარება საქართველოს დღევანდელი მთავრობისადმი. დიდი მადლობა. ყველა კითხვას გავეცნობ.